მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და ქართული ტევის ეთერიდან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. დღევანდელი ჩემი გადაცემის ფრიად საპატივსაცემო და საინტერესო, მე ვიტყოდი არაორდინალური სტუმარია ქალბატონი ფატი კიპაროიძე. მოგესალმებით ფატი, კეთილი იყოს ქართული ტევის ეთერში თქვენი მოგბრძანება. ფატი კიპაროიძე დახასიათებისთვის არაორდინალური სიტყვა შემთხვევით არ ვახსენე. იგი არის იურისტი, მწერალი, უფლებადამცველი, დრამატურგი. მისი ბიოგრაფია, მოკლე ბიოგრაფია ასე შეიძლება ტელემაყურებელს წარუდგინო. დაიბადა 1968 წელს საჩხერის რაიონის სოფელ გამოღმა არგვეთაში. დაამთავრა საშუალო სკოლა წარჩინებით. შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე. სწავლობდა აღმოსავლეთ ცოდნეობის კვლევით ინსტიტუტში იაპონური ენის ფაკულტეტზე. ეს ამ დელიკატესია მართლაც იაპონური ენის ფაკულტეტზე მისი სწავლა. 1995 წლიდან იგი ადვოკატურ საქმიანობას ეწევა და არის ადვოკატი. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. არა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომლებიც საქართველოს ჩვენ სამშობლოს ყიდიან, არამედ ისეთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, როგორიც არის ემი ჯგუფი. შემოქმედებითი საქმიანობას ადრეული წლებიდან ეწევა. მისი სხვადასხვა ნაწარმოებები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იბეჭდებოდა ჟურნალებში პიონერი, ახალგაზრდა კომუნისტი, სოფლის ცხოვრება, ნიანგი. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. მე ორ წიგნს გაჩვენებთ. ეს არის შეხვედრამდე ნახვამდის, რომელიც უძვირფასეს მოძღვარს მამა სოკრატს ეძღვნება და ეს წიგნი იშვიათობა გახლავთ. იშვიათობა, რომ თვითონ ავტორსაც არ აქვს და სხვას ეთხოვა და აი ჩემ ხელთ მიპყრია წერილები მოძღვარს, რომელსაც მე უწოდე ფსიქოანალიზი გარესამყაროსი, საკნიდან დანახული გარესამყაროს ფსიქოანალიზი. ეს არც ფატი მარიცის არავის არ უკანახია, მე პირდაპირ ახლა გთავაზობთ, რომ აი ეს წიგნი არის გარესამყაროს ფსიქოანალიზი დანახული საკნიდან. რაც შეეხება დრამატურგიას, აქ რო ვახსენე, 2013 წელს ფატი მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის ერთობლივ პროექტში, სადაც მისი პიესა პაემანი წარსულთან, ანუ დედაჩემი ყველაზე ლამაზია, შევიდა საუკეთესო ხუთეულში პიესებისა. და დღესაც ეს პიესა წარმატებით იდგმება ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სახელმწიფო თეატრში და მოგეხსენებათ ეს უდიდესი ეროვნული საქმეა და უდიდეს ეროვნულ საქმეს აკეთებს ალიბეგლოს ქართული თეატრი. და არც შემთხვევითი არ არის, რომ მისი პიესა სწორედ ალიბეგლოს თეატრის სცენაზე იდგმება. რა თქმა უნდა, სასიხარულო იქნება თუ სხვა თეატრებიც აიღებენ, მაგრამ ეს სწორედ იმ დიდ მამულიშვილურ შტრიხს წარმოაჩენს, რომელიც ფატი კიპაროიძის შემოქმედებას ალამაზებს და ეხება. კიდევ ერთხელ მოგესალმები და მე მინდა სანამ სიტყვის ალავერს გადავალ ფატისთან, რომელთან ერთადაც მომავალში ჩვენ ვაპირებთ ახალი სატელევიზიო გადაცემათა ციკლის დაწყებას და ამ ციკლს ერქმევა გაყიდული საქართველო. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჯერ მხოლოდ შემოქმედებით ლიტერატურულ პორტრეტს დავუთმობთ ადგილს. აი ამ წიგნს, რომელიც ხელთ მიპყრია, წერილები მოძღვარს ქვია. წერილები მოძღვარს და აი ეს თითოეული პატარა წერილი, როდესაც წავიკითხე, ჩემში გამოიწვია აღფრთოვანებაც, ტკივილიც, გულის აჩუყებაც, იმედიც, რწმენაც, გაურებაც და უამრავი სხვა ფიქრი, რომელიც ეხება
ჩვენ ყოფას, რომელსაც ადამიანი უყურებს ზემოდან, ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ საკნიდან დანახული გარე სამყაროა, ფიქრობ ყველაზე თავისუფალი სწორედ ის ადამიანია, ვინც სწორედ ამ ასე აღიქვავს სამყაროს, როგორცაც ფატი კიპაროიძე გადმოგცემს თავის შესანიშნავ წიგნში წერილები მოძღვარს. მე გამახსენა ამ წიგნმა დიდი მერაბ კოსტავას წერილები, მისია საქართველოს სულიერი მისია და მისი წერილები ვარს. აი სწორედ შორეული ციმბირის სატუსაღოდან ირაკლი კოსტავასადმი მიწერილი წერილი. მე ირაკლი კოსტავას ლექსების წიგნის რედაქტორი და წინასწრაფობის ავტორი გახლავართ და სწორედ მაშინ გავეცანი მერაბის ამ წერილებს და რაღაცა სულიერი კავშირი ვიპოვე ფატი კიპაროიძის და მერაბ კოსტავას იმ წერილებს შორის. თითქოს უფრო თავისუფლად აღიქვავენ, მიუხედავად თავიანთი ყოფისა, სამყაროს, საქართველოს, ჩვენ სამშობლოს და თუნდაც ჩვეულებრივ ადამიანურ ყოფას. მე მინდა ეხლა სიტყვის ალავერts გადავიდე ფატისთან და მერე რამდენიმე პასაჟი, რომელიც ჩემთვის მონიშნული მაქვს, ამ წიგნიდან წავუკითხო ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, რათა იგიც დარწმუნდეს იმ დიდ ნიჭიერებაში და იმ დიდ სულიერებაში, რომელიც ამ წიგნში ავტორის მიერ გადმოცემული და ეს შემთხვევით არის ბადება. ამას ხელოვნურად ვერ შექმნიცით, ვერ დაჯდები რა პრემიაც არ უნდა მოგცენ და რასაც არ უნდა დაგპირდნენ. ეს არის ტკივილით გამოძერწილი, აი სულიერი ტკივილით გამოძერწილი სიტყვებით შექმნილი პატარ-პატარა შედევრები და რომელიც ჩაგვაფიქრებს თითოეულ ჩვენთანაც, მიუხედავად იმისა, სად ვართ, როგორ ვართ, რა სოციალური მდგომარეობა გვიკავია. პირველი კითხვა, რომელსაც ფატის უსვამ, რა მიგიყვანა აი ამ წიგნამდე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მომიწვიეთ TV ქართულსაც ყოველთვის წარმატებებს უსურვებ, წლებიერ თანამშრომლობ ამ ტელევიზიასთან და ისინი ნამდვილად ქართულ საქმეს აკეთებენ და პირადად თქვენი გადაცემაც ძალიან ყოველთვის საინტერესოა და ესე ვთქვათ, განსხვავებული სხვა გადაცემებისგან. რაც შეეხება წიგნებს, წერილები მოძღვარს, ეს არ არის ვერ ვიტყვი, რომ წლების ნაფიქრი წიგნია, იმიტომ რომ მსგავსი ნაწარმოები არ შეიძლება წლები იფიქრო და ისე დაწერო. ესეთი ნაწარმოებები ექნება სპონტანურად იმ ტკივილის მომენტში, როდესაც ის წარმოიშვება შინაგანად. აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ, რომ მსგავსი წერილები, მსგავსი ესეთი პატარ-პატარა წერილები წერება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თავთან რჩები მარტო. ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის არის მარტოობის განცდა, თუმცა ფიზიკურად მარტო ყოფნა ის არ არის ის, რომ სულიერება უკანა პლანზე გადავიდეს პირიქით. სულიერება მაშინ ხდება განსხვავებული და ხვდები, რომ საკუთარ თავთან საუბარი და საკუთარ სულში ჩახედვა ყველაზე კარგი არის იმ მარტოობის და იმ დიდი ტკივილის დროს, რომელსაც ცხოვრება გაძლევს. მქონდა ზუსტად ესეთი პერიოდი და როდესაც მხოლოდ გისოსებიდან ჩანდა ცისნაფლეთი, ესე დავარქვა და მხოლოდ აი პატარა სარკმლიდან ხედავდი, რომ გარე სამყარო ისევ არსებობს, მაშინ ფიქრდები და მე დავფიქრდი იმაზე, თუ რატომ ხდება ესე და განსაცდელს რატომ გივლენს უფალი. პირველ რიგში მაშინ გჯერა, რომ უფალი არათუ არსებობს, არამედ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ყველაფერი არის კანონზომიერი, ყველაფერი არის ისე დალაგებული და წერილი თითქოს უნდა მიყვე იმ გზას და ვერაცდები იმ გზას, რაც გასავლელია და ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს ატარებელი. ეხლა იმაზე არ ვსაუბრობთ, რამდენად სამართლიანი იყო ესა თუ ის მოვლენა ჩვენ ცხოვრებაში, აქ მე მინდა გავამოხვილე ყურადღება ერთ ფაქტორზე, როდესაც ეს წიგნი დავწერე,
დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც ეს აღარ იყო აფექტის მდგომარეობა, ვიყავი აბსოლუტურად სულიერად მშვიდი, მაგრამ ეს იმშვიდე იყო იმდენად ტკივილიანი, რომ არ გადამეტანა ფურცელზე, ალბათ ვერ გაუძლებდი ამ ყველაფერს. ვწერდი იმას, რასაც გრძნობდი. ვხვდებოდი, რომ თავისთავად მოდიოდა უფლის რწმენა კი მქონდა, მაგრამ ცოტა სხვაგვარი ანალიზი გავაკეთე იმის, რას გვეუბნება უფალი და საით მოგვიწოდებს. თითოეულ წერილში არის მოძღვრისადმი მიმართვა, იმიტომ რომ მოძღვარი, რომელიც მყავდა იქ იმ კედლებში, აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობდა, განსხვავებულად აღიქვავდა ჩვენს ტკივილს, განსხვავებულად მიდგომა ჰქონდა აი ყველაფრის მიმართ, იმ მომენტის მიმართ, რაც ცხოვრებაში იყო და ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სულიერებაში. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უდიდესი ფაქტორი. თუნდაც ის, რომ 2003 წელს ჩემმა პიესამ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, ჩემი მოძღვრის დამსახურებას საერთოდ არ ვაპირებდი. 2013 წელს. კი, 13 წელს ეს იყო საშელახსულების დაწესებულებაში. საერთოდ არ ვაპირებდი იმ პიესის დაწერას, საერთოდ არ მინდოდა არანაირი კონკურსი, მაგრამ მისი კურთხევით, ჩემი მამა გიორგის კურთხევით და ასევე ძალიან დიდი მცდელობით დაიწერა ეს პიესა და შემდეგ მართლაც ასაული იყო, როდესაც მე არ ვიყავი ცნობილი დრამატურგი, ვერ ვთქვა რომ დრამატურგიაში ძალიან ცნობილი ვიყავი და ვინმე ვიცოდა პიესებს რომ წერდი, მაგრამ არ ვიცი როგორღაც გაეპარათ და ეს ავსტრიაში იყო თვითონ ამ კონკურსის შედეგების შეჯამება და ალბათ იმიტომაც ვერ დაამახი კი ბატონო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ პიესას ჰქონდა გარკვეული რომ უნდა დაედგათ ავსტრიაში ან საქართველოში, რატომღაც არავის მოსული აზრად ისეთი ცნობილი სახელების გვერდით ახლა უცნობი დრამატურგის პიესას არავინ არ დადგავდა, მაგრამ 2015 წელს შემდეგ ალიბეგლოს თეატრმა დადგა და მის შემდეგ ჩვენ თანამშრომლობთ, რამოდენიმე პიესა გააცოცხლეს ჩემი მათ და მუდმივად გვაქვს კონტაქტი. 2 წელს უკან ჩამოყვანილი ყავდა გასტროლზე საქართველოში ეს თეატრი, რაშიდაც კულტურის სამინისტროც არ დაგვიდგა გვერდში, მაგრამ ყველაფერი ისე გაკეთე, როგორც ნამდვილად ჩვენს ძმებს, ნამდვილ ჰერეთელებს შეეფერებათ და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ჩვენთან. მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს. და ისინი არიან ქართული ენის დესპანები მართლაც და ენას არ ივიწყებენ. საოცარია მათი არ ვიცი. ადრეულ წლებში ორჯერ მქონდა პოეზიის საღამო კახში და დიდი სიამოვნებით მიგიღებენ ისე თუ იქნება ქვეყნების ნება, კი. ხოლო წერილები მოძღვარს არის მართლაც მე გინდათ სიმართლეს ახლა ვიტყვი. მხოლოდ ერთადერთხელ მაქვს საკითხული, მე ვეღარ ვკითხულობ, იმიტომ რომ იმხელა ტკივილი მოდის, იმხელა ხვდები თუ რა გადამიტანია მაშინ. და ერთხელ მეტად ვეღარ წავიკითხე, ამას ვაღიარებ. და თითოეული ფრაზა, რომელიც აქ არის დაწერილი, არის მართლაც სხვანაირად დამოსული გულიდან. აი განსხვავებული, აი ჩემთვის ეს არის განსხვავებული წიგნი, განსხვავებული წერილებია და მე დარწმუნებული ვარ, მე დღეს რომ მინდოდეს მსგავს ვერაფერს ვერ შევქმნი. აი იმიტომ თქვი რომ ამას მე შეკვეთით. რაც არ უნდა გადაგიხადო ჰონორარი, რაც როგორი მდგომარეობას და როგორ პრემიასაც არ უნდა დაგკპიდნენ. ვერანაირად. აი დღეს რომ მინდოდეს ერთ ფრაზასაც ვთქულობდი და მეთქი არა ეს სწორედ ისეთი მისტერიული მდგომარეობა რაღაც პიკური სიტუაციიდან არის გამოსული, რაღაცა აპოკალიფსური განცდებია, არ არის ჩვეულებრივი, იცით? აი როცა აწყდები, აი თვითონ მე ხო დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა ეს საშელახსულების დაწესებულებებში სიარული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებთან, მაგრამ ეს არის განსხვავებული, როდესაც შენ თვითონ აწყდები იმ ყველაფერს რაც შეგნი ხდება. ამდენ ტკივილს უყურებ და საკუთარი გავიწყდება, მაგრამ ყველაფერი ერთად უკვე ქმნის რაღაც საოცარ კოლოფს შენ სულში. აი, სხვანაირი ხდება, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვაგვარად აღიქვავ და როგორც საოცარი ფილოსოფია. აბსოლუტურად განსხვავებული. აი ეს არის. და მინდა გითხრათ, რომ იქ სულიერად ხარ აბსოლუტურად თავისუფალი. იქ შეგიძლია იფიქრო მხოლოდ შენ სულიერებაზე და იმდენად განსხვავდება
გარეთ გისოსებს მიღმა და გისოსებს გარეთ ყოფიერება ერთმანეთისგან რომ ეს შეუძლებელია ადამიანმა თუ არ გამოსცადე ეს გაიაზრო და რაიმე მსგავსი შექმნა. მინდა გითხრათ რომ იქ დაწერილ ლექსებსაც სხვა ელფერი აქვს და კიდევ ერთი ფაქტი მე აუცილებლად ვიტყვი ამას რომ 2014 წლის 29 იანვარს როდესაც შედგა ჩემი პოეზიის საღამო და სპექტაკლი გისოსებს მიღმა დაწერილი სტრიქონები ერთადერთხელ მე მგონი საქართველოს ისტორიაში ამ საღამოს ესწრებოდა ილია მეორე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი. ეს იყო მართლაც ზეიმი და ყველა გაოცებული იყო, არ ვიცი, მე ვერგო პატივად ეს ღირსება რომ კათოლიკოს პატრიარქი იყო შემოსული და არ ვიცი, მართლაც უდიდესი შვება მოგვიტანა. საოცარია პატრიარქის აურა. ეს იყო საოცარი, აი იქ იმ პირობებში, როდესაც მოდის პატრიარქი და მის წინ დაჩოქელი ხარ უკვე ხვდები რომ რაღაც სხვა ხდება, რაღაც სხვა არის. ალბათ სწორედ იმ სულიერების განცდა იყო, რაც უკვე მარტო ჩემი არა, თითქმის ყველა ადამიანის, რომელიც იგივე ტკივილს განიცდიდა და რაც მაშინ განვიცადეთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ აი იქ დაწერილი ყველა სიტყვა არის როგორ გითხრათ, ერთი ამოხეთქვა. აი ერთად ეს არ არის ყოველდღე წერდი და რა, არა. ეს რამოდენიმე დღეში დაწერილია, აი აბსოლუტურად როგორც დაიწერა ყოველგვარი კორექტირების გარეშე. მე ჩავთვალე რომ ეს უფრო მართალი იქნებოდა ვიდრე შელამაზებული სიტყვები, შელამაზებული განცდები. ეს შიშველი ტკივილის გადმოცემა დღეს რატომღაც ნაკლებად ხდება ლიტერატურაში. აი ტკივილის, კი შეიძლება რაღაც გრძნობები უფრო გადმოსცე, მაგრამ რატომღაც ტკივილს ყოველთვის ფუთავენ ლამაზად. მე გადავწყვიტე რომ არ შემეფუთა ეს ტკივილი, ლამაზი სიტყვებით სხვაგვარად წარმომეჩინა. მე ჩავთვალე რომ ჯობდა შიშველი, ესეთი ბუნებრივი, როგორი განცდაც იყო, ყველა ეს ტკივილი ესე გადმომეცა. ნუ რა ვიცი, რამდენად გამომივიდა მკითხველმა თვითონ და განსაზღვროს, მაგრამ მე ვთვლი რომ თუნდაც ზიარების შესახებ რომელიც ამოგვზის დაწერილი, როდესაც მე არ მაზიარა მოძღვარმა, ეს ჩემთვის იყო მაშინ ტრაგედია. შეიძლება ამ განმოსახედიდან უფრო სხვაგვარად გამიანალიზებინა, მაგრამ ეს მართლაც ტრაგედია იყო ჩემთვის. რატომ არ მაზიარა ეს ცოტა სხვაგვარი განცდა იყო მაშინ, მაგრამ ეხლა ხვდები რატომაც არ მაზიარა, მაგრამ მაშინ თითქოს ვთვლიდი რომ უფლება არ ქონდა რომ უარი ეთქვა. რადგან ესეთი მდგომარეობის მატარებელი ვიყავ. სანამ მაგ მოთხრობამდე, ნებავთ ნოველამდე, ნებავთ ჩანაწერამდე, მე მინდა პატარა ამონარიდი წავეკითხო ამ წიგნის ერთი წერილიდან, რომელიც წერილები მოძღვარს. ჩემი ფანჯარა სასაფლაოს გახურებს. რატომღაც ვფიქრობ, რომ მიტოვებულია ეს სასაფლაო. რადგან 2 წლის განმავლობაში ერთი სულიერიც კი არ დამინახავს. ეს ადგილიც ხომ მიტოვებული სასაფლაოა უბრალოდ ცოცხალი მკვდრები დავიარებით. კარგი ისაა, რომ საკუთარი თავის გლოვა შეგვიძლია და ვინ იცის, რამდენჯერ ყავს გამოტირებული. მართალია გვიშლით გადამეტებულ მწუხარებას და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნას, მაგრამ თქვენი დარიგება მაშინვე გვავიწყდება, როდესაც ატირებული შვილების ხმას გავიგონებთ. ჯერ ამის გააზრება გვაგიჟებს, რომ მოწყვეტილი ვართ მათ, მერე გვახსენდება, როგორც ცხენიათ ჩვენს გამო და იწყება საკუთარი თავის გლოვა. აი ამ ჩანაწერს მოსდევს შემდეგ ამ მიტოვებულ სასაფლაოზე საოცარი ლექსი, მართლაც ამას ესე ვერ დაწერო, აი დაჯდეცი მაგიდასთან, ღამის ნათურა ჩართო თუ დღე იქნება თუ ასე შემდეგ და ნახეთ როგორი დამუხტული ხატსახეებითა და როგორი ფსიქოლოგიური პასაჟებით სავსეა ეს პატარა ლექსი. აქ მიტოვებულ სასაფლაოს ვამსგავსებს სივრცეს
უჭირისუფლო საფლავების ტირიან თითქოს მიცვალებული შესანდობარს არავინ არ სვავს და საფლავების გაწმენდაზე არავინ ფიქრობს აქ მხოლოდ სევდით და გასველებს წვიმის წვეთები დავიწყებაზე თუ მოგიტანს ამბავს ნიავი რაც უნდა დიდი სიხარული გაჩუქოს ვინმე აქ ყველაფერი არის გვიანი აი საოცარი მე ვიტყოდი ავტოპორტრეტიც არის დახატული წუთის სოფლის რაობაზე აქ არ არის მარტო რაღაცა სტატიკური სურათი ცარიელი არ მიტოვებული საფლავისა იცით და მე მოვსდევს დღეს პირველად მაზიარეთ რა თქმა უნდა გახარებული ვარ თან მითხარით რომ თუ სურვილი მაქვს ჩაგაბაროთ ჩემი ცხოვრების აღსარება არც კი დავფიქრებული ვარ თანხმობა გითხარით იმდენად დიდია ჩემი სურვილი გავთავისუფლდი ამდენი ტკივილისაგან კარის დაკვეთისთანავე დავიწყე წერა გათენებამდე წერდი ხან ვტიროდი ხან დავხურავდი რვეულს რადგან მრცხვენოდა ჩემი ცოდვების როგორღაც გათენებისას დავამთავრე და ჩავფიქრდი ამ ყოველივეს წაკითხვის შემდეგ იქნებ არც დამელაპარაკოს მეთქი მამა გიორგი რადგან დავწერე დაგელოდებით და ნახოთ რა იქნება ეს არის ერთი პატარა ამონარიდი წერილები მოძღვარს მე ვფიქრობ რომ ასეთ წერილებს როგორი მორწმუნეც არ უნდა იყოს ვერ დაწერს ადამიანი თუ მას ის დიდი ტკივილი და ის შინაგანი თავისუფლება არ აქვს რასაც საკნიდან დანახული სამყარო ქვია რა სიტყვით პირველი თავისუფლებაა შინაგანი იმიტომ რომ ჩვენ ახლა რომ მოკვირდები გარეთ აი თავის ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებაში შინაგანი თავისუფლება ნაკლები გვაქვს აი თითქოს სადღაც გვეჩქარება სადღაც გავრბივართ სულ გვინდა რომ რაღაც ჩვენ თავს გადავაბიჯოთ სულ დაკავებული ვართ და დამუხტული შინაგან თავისუფლებაზე აღარ ვფიქრობთ არც გვაძლევს ცხოვრება ამის საშუალებას იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება მოდად რომ დააჩქარდა თითქოს დრო აღარ ყოფნის აღარაფრისთვის და პირველ რიგში არ ყოფნის ერთმანეთისთვის ადამიანებს ძალიან გაციდო საზოგადოება სხვაგვარი გახდა ამ ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო ხელი შეუწყო ამ ყველაფერს და აი როდესაც რჩები უკვე ჩაკეტილ სივრცეში რამდენიმე ადამიანთან თუნდაც ათეული ადამიანი იყოს და სხვა კონტაქტი აღარ არის სხვა საზრუნავი არ აქვს გარდა შენი სულიერი თავისუფლებისა და სულზე ზრუნვისა აი მაშინ ხვდები რამდენად განსხვავდება ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან და ყველაზე მეტად ერთადერთი რაც არასოდეს არც იქ და არც აქ შევდება ეს არის უფალი ერთადერთი მხოლოდ ის არის ყოველთვის ადამიანთან და რა ვიცი ჩვენ ალბათ უნდა გამოდიოდეთ იქედან მამა სოკრატე მეცოდა ძალიან კარგად რომ ერთადერთის იმედი უნდა გქონდეს ქვეყანაზე ერთადერთი უნდა გიყვარდეს და ერთადერთს უნდა ანდობდე აღსარებას ეს არის ღმერთი და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ სიტყვებში იმიტომ რომ უფლის გარდა არავინ არ არის ჩვენი გამგებელი მე როგორც ვატყობ და როგორც ხედავ და დავწმუნდი უკვე მხოლოდ უფლის იმედით გავუძელი იმ მდგომარეობას რამაც ეს წიგნი დამაწერინა და მხოლოდ უფალმა შეძლო რომ 7 გაწონასწორებული დაბრუნებოდი ამ ცხოვრებას სხვა ვერა ეს ადამიანი ვერ შეძლებს ამ ყველაფერს მე დარწმუნებული ვარ მალე ძალიან მალე მამა სოკრატის მეორე ნაწილის გამოიცემა მამა სოკრატის წიგნის თითქმის ვასრულებ უკვე და ძალიან ვფრთხილობ აი ამ და მე ისევ პირველი წიგნიდან წერილები მოძღვარს სწორედ აი ამ მონაკვეთს წავიკითხე რომელიც მამა სოკრატს ეხება დღევანდელი დღისთვის მადლობას გიხდით ყველას სახელით რამდენი ხანია მამა სოკრატის სტუმრობისათვის წვალობდით თქვენ უდიდესი დახმარება გაგვიწიეთ ამას თავის მოძღვარს წერს ფატი საოცარი საღამო გამოვიდა ჩვენთან თანამედროვეობის ცოცხალის სასწაული მობრძანდა უბრალო თავდაბალი თბილი მოსიყვარულე ის იაკებდა ქალბატონებს თავისი ლექსების წაკითხვისას თითქოს
მათი დაწერილი იყო. ნამდვილად. თქვენ ისე მორიდებით იჯეკით, როგორც მოსწავლე მასწავლებლის გვერდით. ეს იყო სიყვარულის ზეიმი. უზარმაზარი იმედი დაგვიტოვეთ და წახვედით ტკივილითა და ცრემლებით სავს. ეხლაც მესმის მამა სოკრატის სიტყვები. ამათ აქ რა უნდათო? დაგპირდით, კიდევ მოგიყვანთ, მაგრამ იქნებ თქვენ წამოხვიდეთ მასთან. დახურეს კარი და დავჭით ისევ სიცივით სავსე კედლებში. დღეს სხვა დაწესებულებაში უნდა წავეყვანე ადმინისტრაციას. ჩემმა ლექსმა პირველი ადგილი აიღო კონკურსში და დაჯილდოება ტარდებოდა. არ წავედი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ქართველი ხალხის იმედი და შემეგრძნო ის განცდა, რომლის შესახებ ხშირად გვესაუბრებით. ისეთი ახტაცებით გვიამბობთ, ყოველთვის მამაო შესახებ, რომ ყველას შეგვაყვარეთ. დღეს დავინახე, რა ძალა აქვს ქრისტეს მიერ სიყვარულსა და პატივისცემას. თქვენ დამოკიდებულებას მივხვდი, როგორი მოწიწებით უნდა მოვექცეთ მოძღვრებს და რა დიდი ძალა აქვს ლოცვას. ირგვლივ საკმევლის სურნელი ტრიალები და ყველგან სანთელი ენთო. ეკრანის წინ კი თქვენი სხედით და წყლიანი თვალებით გვიჩქეროდით, მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს და ეხლა ისევ ვზივარ ყრუ კედლებში და ვწერ, მაგრამ ემოცია არ მაძლევს საშუალებას. ასე მგონია, ვერასოდეს ვნახავ ვერავის ამ პირქუში შენობის მიღმა. რა თქმა უნდა, ძიმე წასაკითხია იტყვის მავანი. მე ვიტყოდი, რომ არც ცხოვრება არ არის სასიამოვნო. ცხოვრება არის ტკივილებით სავსე. თუ დავაკვირდებით, უფრო დიდ ტკივილს გავდივართ ყოველდღიურობაში, უბრალოდ არ ვაქცევთ მას, არც წერილებად, არც ბარათებად, არც რაიმე ნაწარმოებად და ამდენად ვერ აღვიქვავ, თუ ყოველდღიურად რამდენი ტკივილი გვაქვს ადამიანებს და რამდენს განვიცდით და ეს არის განსხვავება, მეტი არაფერი. ეხლა მე მინდა ფატი შეგეკითხო, აი ამ გახმაურებულ წიგნზე, რომელიც მართლა ხელიდან ხელში გადადის და ფაქტიურად აღარ არსებობს. შეხვედრამდე ნახვამდის, რომელიც სწორედ მამა სოკრატს ეძღვნება. ამ დიდებულ მოძღვარს ძვირფას სასულიერო მოღვაწეს. აი ამ წიგნამდე რა მიგიყვანათ? მე 2 წლის განმავლობაში ეს წიგნი დიდი სიყვარულის გარეშე არ იწერება და შემთხვევით არ გავაკეთე ეს პარალელურად, რომ მე დავინახე, ანუ სწორედ საკნიდან დანახული ქრისტეს მიერ სიყვარული, სითბო და სიახლოვე ჩანს. და ამიტომ გადავედი ხლა ამ წიგნზე. რა მიგიყვანათ ამ? კი ბატონო, მამა სოკრატესთან მე დაახლოებით მის სიცოცხლის ბოლო 2 წელი ვიყავი. დავდიოდი თითქმის ყოველ დღე და ვცდილობდი, რომ ჩამეწერა მამა სოკრატის შესახებ, თუ რაიმე შეიძლებოდა. აქ არ არის ლაპარაკი დაუშვათ მის გამოთქმებზე, არა, უბრალოდ მაინტერესებდა იმ სასწაულების შესახებ, რომელსაც მე თვითონ პირადად შევსწრები ვარ და ჩემ თვალწინ მომხდარა კვეთებულის კითხვის ლოცვის დროს და მინდოდა რომ ეს ყველაფერი მომიქცია ერთ წიგნად, სხვათა შორის მამა სოკრატეს თვითონ ძალიან კარგი ლექსები აქვს და ხშირად ვკითხულობდით ხოლმე ერთად თავის ეზოში. ჩემი კარის პოეტი ხარ, ხუმრობით მეტყოდა ხოლმე და აუცილებლად არა, მაქვს წამოღებული ეს ლექსები შემდეგ მე გადაცემაში აუცილებლად შემდეგ კი მოვიტან, იმიტომ რომ იმდენად საოცარი ლექსები აქვს, ისეთი უბრალო ენით დაწერილი, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე, თითქოს აი მღერის ეს ლექსი არ არის, გიმღერის თითქოს და გეუბნება ისე მარტივად, როგორც თვითონ იყო ძალიან უბრალო ადამიანი და ამ ქვეყნიდანაც გავიდა ისეთი სიყვარულით, რომ ამაღლების დღეს გავიდა, 2 კვირა იყო კომაში, გაჩერებული ორივე თირკმელით, დიალიზეც არ იყო და უფალმა გაიყვანა მხოლოდ ამაღლების დღესასწაულს, ეს მართლაც სასწაული იყო და ბევრი სასწაული მინახავს მამა სოკრატის კელია შეახსრულებული მისი ლოცვის დროს, მართლაც მომსწრეობდა ქალბატონმა თინათინ ჭაბუკიანმაც საოცარი ფილმი გადაიღო და არის ამ წიგნში ის საოცრებები შეტანილი და მე ამას ვაკეთებდი ინსტინქტურად. საერთოდ არ მინდოდა, არ მქონდა ჩაფიქრებული წიგნი დამეწერა, მაგრამ ყველაფერს ვიწერდი. იმ სასწაულებს პირველ ნაწილში ძირითადად სასწაულების შესახებ არის, ხოლო მეორე ნაწილში არის თვითონ მამა სოკრატის
აზრები, გამონათქვამები, ურთიერთობა თავის მრევლთან, ადამიანებთან და მინდა გითხრათ, რომ შემთხვევითი არ არის ამ ორ წიგს ძალიან ღრმა კავშირი აქვს ერთმანეთთან. კავშირი აქვს იმიტომ, რომ თვითონ მამა სოკრატე იყო ადამიანი, რომელმაც ერთი სიტყვა მითხრა მარტო მოძღვარი უნდა აირჩიოს სულიერების მიხედვით და არა შეხედულებით მისი საუბრით, არამედ მისი გულის და მისი სულიერების მიხედვით. მამა გიორგი იყო დეკანოზი მამა სოკრატესთან თავის დროზე უფრო ადრეულ წლებში და შემდეგ უკვე ცალკე გადავიდა სხვა ეკლესიაში და ხშირად ხდებოდით ხოლმე ერთად. და მე ვხედავდი ერთ რამეს, რომ მათი ურთიერთობა იყო ისეთივე, როგორიც ჩვენი და ჩვენი მოძღვრების. ეს არ იყო ორი თანასწორი დაუშვათ მოდელი ორთავე და ორთავე. არა, ეს იყო რაღაც საოცარი დასანახი, როდესაც ჭაღარად შეპარული მოძღვარი მორიდები თავდახრით ზის მამა სოკრატესთან, ასევე იყო სხვა მოძღვრებიც, მამა გიორგი დორეული, რა ძალიან ბევრი მოდიოდა, ბევრი მეუფე და ყველანი ისეთი მოწიწებით ესაუბრებოდნენ, მაშინ ვფიქრობდი, რომ მე აუცილებლად დორეული ჩვენი მეგობარია. ძალიან კარგი პიროვნება, და ძალიან ვფიქრობდი, რომ აუცილებლად დავწერდი წიგს მამა სოკრატეზე, მაგრამ დამირწმუნეთ წერილები მოძღვარს უფრო ადვილი დასაწერი გამოდგა, ვიდრე მამა სოკრატეზე რაიმეს დაწერა. იმიტომ რომ რთულია ასეთ დიდებულ მოძღვარზე რაიმე დაწერო, გადაიტანო ფურცელზე, ცდილობ არაფერი შეგეშალოს, ზედმეტი არაფერი თქვა. აუცილებლად აქ ვერ დაწერო, როგორც სამოქალაქო პირზე. აქ ყველაფერი აი უნდა შეუხამო, შეუთავსო იქ ყველა სიტყვა არ შეიძლება იხმარო მოძღვრის მისამართით. თან მით უმეტეს, როდესაც ის შავი ბერია, უფრო განსხვავებული დამოკიდებულება არის ესეთი პიროვნებების მიმართ და თან მით უმეტეს, როდესაც ამდენი სასწაულია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მამა სოკრატეზე ბევრი განსხვავებული აზრიც იყო. აი ძალიან ბევრი უარყოფითიც იყო, ერთმანეთის საზოგადოება იყო ბევრი, ესე როგორც ხდება ყოველთვის. ეგ არ გამიკვირდება, ამიტომ რომ ვაჟა-ფშაველამ თქვა გენიალური სიტყვები, ცუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მუდამ კი და ზოლად გაზდებს ქართულ ცნობიერებას. ამიტომ, როდესაც ეს წიგნი გამოვიდა ახალგაზრდულ საბედროქს ახალგაზრდულ ცენტრში, იყო პრეზენტაცია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები ესწრებოდნენ, მეუფეებიც იყვნენ, რა თქმა უნდა და სამღვდელოების წარმომადგენლებიც. იქაც იყო გარკვეული უკვე მამა სოკრატე აღარ იყო ცოცხალი, ერთი წელს გარდაცვლილი იყო და მე გული მწყდება, რომ ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას და იქაც იყო ასთა სხვადასხვაობა, თითქოს ნაადრევ იყო ასეთ სასწაულებზე წერა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე არ ვიცით კიდევ, ბევრი რამეა შესატანი და მინდა რომ ყველაფერი შევკრიბო, ყველაფერი მოვაგროვო და როგორ მე სრულყოფილად გამოიცეს, იმიტომ რომ როგორც არასდროს დღეს ძალიან გვჭირდება მართლმადიდებლობის გაძლიერება, ჩვენი სულიერების გაძლიერება და გვჭირდება ისე ნდობის დაბრუნება მოძღვრებისა და ეკლესიისადმი, რომელიც ნელ-ნელა რატომღაც ესეც შეგნებული ზეწოლა და ჩვენ მინდა თქვა, რომ შეხვედრამდე ნახვამდის ეს წიგნი მეუფე ანანია ჯაფარაძის, ჩემი ძალიან საყვარელი ძვირფასი მეუფის ლოცვა კურთხევით არის გამოცემული. და სხვათა შორის შეხვედრამდე ნახვამდის ეს არის მამა სოკრატეს სიტყვები, სარკე იყო ჟურნალისტები მოსული ინტერვიუს ასახებად მამაოსთან, ეს იყო ალბათ მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ და როდესაც ემშვიდობებოდა რაღაც ცოტა ისე დაემშვიდობით, ესეთი სიტყვით დაემშვიდობა ჟურნალისტი და მამა სოკრატემ გაუქნია თავი და უთხრა, რომ მშვიდობით არა, შეხვედრამდე ნახვამდის, ჩვენ შევხვდებით აუცილებლად იმიერშიო. ეს იყო მისი სიტყვები შეხვედრამდე ნახვამდის. როგორ ზუსტად გადმოიტანა და როგორ უხდება ამ წიგნს სწორედ ეს სათაური. და მე მინდა კიდევ ერთი ამონარიდი ფათი წავეკითხო თქვენი წიგნიდან წერილები მოძღვარს. კიდევ ერთხელ მინდა კომენტარი გაუკეთო აი ამ ჩანაწერს, ამ წერილს, ამ ბარათს მოძღვრისადმი, როგორი საოცარი ქრისტიანული სულიერება და ანალიზია დღევანდელი ყოფისა. აი ჩვენ ამბობთ, რომ ქრისტიანები ვართ, საქართველოში 80%-ზე 90%-ზე მეტი ქრისტიანია, ეკლესიაში დავდივართ, მორწმუნე მრევლი ვართ, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულება
ქართველებისა ერთმანეთის მიმართ, თუნდაც მორწმუნე მრევლისა, აი ესე საუკეთესოდ, მე ვიტყოდი ბრწყინვალე და ხსნილი ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ჭრილში მე არსად არ მინახია. და ეხლა გამახსენდა მე დიდი ჭაბუ ამირეჯიბის, ჩემი დიდი მოძღვრის, დიდი ჭაბუ ამირეჯიბის მეუღლის, საოცარი ქალბატონის თამარ ჯავახიშვილის ლექსი, რომელიც მაშინ ჭაბუა ცოცხალი იყო და წამიკითხა ზუსტად იმ დღეს ჭაბუას დაბადების დღე უნდა ყოფილიყო ნოემბრის თვე. შევიყავი და აი გავიხსენო მინდა რა გვაწუხებს ამდენ ჭირის ნახველებს, რა გვახარებს და რა გვიკლავს გულს, როგორ გვიყვარს საქართველო ქართველებს ერთმანეთი კი რარი გაგბრძოლს. აი ეს არის ჭაბუ ამირეჯიბის მეუღლის აბსოლუტურად სწორად გადმოცემულია. საოცარი ლექსი მემაპატიეთ ქალბატონო თამარ თუ რაიმე სიტყვა შემეშალან. აი ეს აზრი ეს ჩვენ რო ვეძახით ქრისტიანულ მოძღვრებას სიყვარულის შესახებ და საოცარი ეხლა მეორე გამახსენდა მე იოანეს სახარება მე-15 თავის მე-12-მე-13 პუნქტი სიყვარული უმეტესი არავის აქვს ოდეს თავი თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის აი განმარტება იოანეს სახარებაში და ნახეთ აი რა საოცარ რამეს წერს ფატი კიპაროიძე ეს საოცარი შემოქმედი იურისტი უფლებადამცველი დრამატურგი ყოველდღე მოდიხარ და გვამხნევებ რადგან ყველანი შეწუხებულები ვართ გამოუვალი მდგომარეობით კიდევ ამბობ ეს მოძღვარს ეხება რომელიც შედის იმ საკანში ყველამ ვიცით რომ შიმშილობა არ არის გამოსავალი და მხოლოდ ჯანმრთელობას ანადგურებენ მაგრამ ამ კედლებს ტკივილთან ერთად დაღლაც ცოდნია ფიზიკური და სულიერი დაღლა ერთ-ერთმა გითხრათ ცოდონი ვართ ვიღაცამ ხმა ხომ უნდა ამოიღოს ყველამ დაგვივიწყაო ამაზე გაბრაზდით და იკითხეთ კარგი მაგრამ რამე რომ დაემართოთ გიფიქრიათ ამაზე თავები დავხარეთ არაფერი გვითქვავს მე რატომღაც სიკვდილის თემაზე დაიწყეთ საუბარი სიკვდილის ხსოვნაზე და ისეთ თემას შეეხეთ რომელზედაც ადამიანი ნაკლებად ფიქრობს უფრო გისმენდით მაგრამ ჩავიწერე კიდეც სიკვდილის ხსოვნა ყველაზე აუცილებელია თუმცა ადამიანებს ბოლომდე გჯერა რომ არ მოკვდებით სიკვდილი კი იქედან მოდის საიდანაც არ ველოდებით ღრმად მოხუცებულიც კი არ ელოდება სიკვდილს მაგრამ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ რომ არ დაგვავიწყდეს საიდან მოვედით და სად მივდივართ სიკვდილს მომზადებულები უნდა შევხვდეთ ვიცხოვროთ ისე თითქოს უკანასკნელია ეს დღე როგორი ძლიერიც არ უნდა იყოთ მაინც წაგაქცევთ ქარი კანდელში ზეთი კარგად იწვის როცა ხელს არაფერი უშლის ასეთი ადამიანიც ღმერთმა დაბადებიდანვე გაწირა ადამიანი ჯოჯოხეთისათვის არა ჩვენ მივიქეცით მისკენ სიყვარული დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული არ გაქვთ გვერდ დგეხართ და ლოცულობთ მაგრამ თქვენ შორის სიცივეა სიყვარული კი არა ოდნავი სითბოც არ იგრძნობა როგორ გინდათ სიყვარულის გარეშე ცხოვრება გაგიჭირდებათ რადგან თუ ერთმანეთი არ გიყვართ უფალს როგორ შეიყვარებთ სიყვარული ღმერთია ყველა ჩვენგანი უფლის ხატი და მსგავსი ვართ და ერთმანეთი ისე უნდა გვიყვარდეს როგორც უფალს ვუყვარვართ ისევე უნდა გვეშინოდეს ღვთის როგორც ბრალდებულს თავისი მსაჯულის უფლის წინაშე მოკრძალებული უნდა ვლოცულობდეთ და ამ კრძალვაშიც სიყვარული უნდა გამოსჭიოდეს რწმენით ილოცეთ და შესთხოვეთ უფალს სთხოვეთ და აგისრულებთ ოღონდ რწმენა გქონდეთ უფალი არასოდეს არ მიგატოვებთ ოღონდის მუდამ ჩვენ გულებში უნდა გყავდეს გაუღეთ გულის კარი ის ჩვენში შემოვა რწმენის გარეშე ლოცვა არაფერია თავს ნუ მოვიტყუებთ ასეთი სიტყვების შემდეგ ყოველთვის მიჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა თუნდაც საკუთარ თავთან ძნელი არ ჩაფიქრდე არ გაგიჩნდეს ქრისტიანული ცხოვრების სურვილი მაგრამ აი ესეთი საოცარი ჩანაწერებია მე
წუხელ კიდე ერთხელ გადავიკითხე ეს წიგნი და მართლა მსგავსი არაფერი არ მინახია. ერთადერთი პარალელი სწორედ დიდ მერაბ კოსტავას ჩანაწერებთან. თუმცა პარადოქსს გვეტყვით, როდესაც ეს წიგნი გამოვეცი და მამა გიორგიმ წაიკითხა 2017 წელსა ეს წიგნი გამოცემული. ძალიან დიდი საყდური მივიღე ამ წიგნის გამოცემისთვის. საკმაოდ თავმდაბალია მოძღვარი, არ არის ეს არ უყვარს და არც არის მიჩვეული ესეთ თვითონ როგორც ეძახის განდიდების მანეჯერობილი არ არის ნამდვილად და მისაყვედურა კიდეც რომ ქონოდა ეს დაწერილი საჭირო არ იყო გამოცემა, მაგრამ მე რატომ გამოვეცი, მინდა გითხრათ, გამოცემა ეს არ იყო იმისთვის რომ დავუშვათ მართლაც თავი მისახელებინა, გამოვეცი მხოლოდ იმიტომ რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც აუცილებელია საკუთარ თავთან და საკუთარ სულთან მატოდარჩენა. და მე ვთვლი რომ თუნდაც ერთი ადამიანი რომელიც წაიკითხავს და ჩაუკვირდება თავისული მდგომარეობას და იპოვის გამოსავალს, თუნდაც ერთი ფრაზით რომელიც ამ წიგნში ამოცემული, მე ვიტყვი რომ მართლაც თავისი მისია შეასრულა ამ წიგნმა და კიდევ ერთი მომენტია აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ მოძღვართან დამოკიდებულება არის ძალიან ფაქიზი თემა. ძალიან განსხვავებული ურთიერთობაა და მე ეს მამა სოკრატესთან მისი დეკანოზების, მისი მღვდლების, ესე ვთქვათ, ერთად ვინც წირავდნენ და მსახურობდნენ დამოკიდებულებით უფრო კარგად დავინახე რამხელა მოწიწებაა მათ შორის. და მე ვთვლი რომ მრევლი ზუსტად ისეთივე ქცევით უნდა ვიყოთ მოძღვრებთან, რომ შევძლოთ მათი მადლის დანახვა და მიღება. სულის ცხონების გზა ყველაზე რთული გზაა. მე ესე ვთვლი და ვიცი თუ შევძლებთ სულის ცხონებას ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზეც, სიკვდილზეც და სიცოცხლეზეც. ჩემი აზრით ცოტა რთულია ამ გზის გავლა. მე ხლა ფატის ამ საოცარი სიტყვების მერე მის ერთ-ერთ ჩანაწერს, ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერს გავაგრძელებ, ამ აზრს გავაგრძელებ, რომელიც პირდაპირ ასე იწყება. ჩემო მოძღვარო, ამ პატარა სამლოცველოში, სადაც ტკივილიანი ღიმილით დაგტოვებ ხოლმე, მუხზე დაჩოგილი გევედრები. ვევედრები უფალს თქვენს ჯანმრთელობას, რომ არასდროს მოგაკლოთ წყალობა, მოგმადლოთ ძალა, რომ სარწმუნოებაში ახალ ფეს გადმული, ხელჩაკიდებული გვატაროთ ამ უსასრულო წვდიათში, ტყეებსა და ღრეებში. გამოგვიყვანოთ დღის სინათლეს და ფეხი მოგვაკიდებინოთ მყარნიადაგზე, რადგან კვლავ არ შეგიპყრობს უწუხარება და არ ვიქცეთ ცნეულებად არასდროს მოკლებოდეს თქვენი მართალი სიტყვა და სიყვარული. ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მადლიერების გამოსახატავს სიტყვებს. სულის ცხონების საქმე ხელოვნებათა ხელოვნებაა და მადლობა უფალს, რომ ასეთ ურთულოს საქმეში თქვენ ბრძანდებით, ჩემი მასწავლებელი. თქვენ გისოსებს მიღმა შეგიძლიათ დღესასწაულის მოწყობა და სულის ზეიმი. თქვენი დახმარებით მე დავანგრიე ჩემი სულის ციხის სქელი კედლები. საოცარი სიტყვები თქვენ წარმოიდგინეთ, ვერლიბრია რა. გისოსებს მიღმაც შეგიძლია დღესასწაულის მოწყობა. ამ წიგნს მე დავარქმევდი მეორე სათაურსაც. დღესასწაულები გისოსებს მიღმა. და ისევ ერთი ლექსი, საოცარი ლექსი ფატიკი პაროძის. მადლობა უფალს, რომ თქვენ არსებობთ. სიწმინდე ღიმილში, სინათლე მზერაში, სიბრძნე სიტყვებში და არა რევანში, არა იდუმალი ზრახვა და ფიქრები, არა ფუფუნების უაზრო ნივთები, დაღლილი ცხოვრება სხვებისთვის ლოცვაში, უფლის მოშიში და დიდებით მოსავი, დამთმენი, მომთმენი, მდაბალი, მაღალი, სხივებით შუქმფენი, მორჩილი, მკრძალავი, უცხო და ნაცნობი, ლოცვებით მბორგალი, თავმდაბალი და უბრალო მოწყვალე. აი, ნამდვილად ესეთია. საოცარი ლექსი, ვითომ უბრალო, მაგრამ ძალიან ბევრის მომცველი. აქ ამეთერიდანაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავახადო მამა გიორგის იმ ღვაწლისთვის, რაც მან გაიღო. მიუხედავად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაშინ როდესაც ძალიან რთული იყო მოძღვრისთვის იმ რეჟიმის პირობებში შესვლა საჯარო ახსნების დაწესებულებაში, მართლაც ძალიან ბევრი ადამიანის იმედი იყო და
კავშირი იყო გარე სამყაროსთან, თავიანთ ოჯახებთან და მინდა რომ უფალმა გააძლიეროს და დიდხანს იცოცხლოს თავისი მრევლისთვის პირველ რიგში და თავისი ოჯახისთვის. ნელ-ნელა ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენ ახალ ციკლზეც მინდა ორი სიტყვა თქვა, მაგრამ სანამ გადავალ, ისევ ფატი კიპაროიძის შვენიერი ლექსი მინდა შემოგთავაზოთ. თქო მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან. თქვენ ხარ წაიკითხავთ? არა, მირჩევნოთ ხარ წაიკითხავთ. მე მაინც ხანერად განვიცდი და ამიტომ დიახ, არა, ცრემლები შეგამჩნია და იმიტომ აღარ გაძალებთ. როცა სიკვდილთან ვიყავი ახლოს, მუხლმოდრეკილი მოვედი თქვენთან, უხმოდ გთხოვდი და გევედრებოდი, თქო მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან. უთქმელი სიტყვა ჰაერს შეერწყა და ვერ იპოვა ადგილი ვერსად, თვალებ დახრილი ვამბობდი გულში გთხოვ, მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან, მინდა ცოდვები ჩამოვიბანო, მხოლოდ სიმშვიდე სუფევდეს ჩემთან, გესმოდეს ჩემი უხმო ვედრება გთხოვ, მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან, ვიცი ძნელია სულის ცხონება, მტრისგან განწმენდა უწმინდულ ფერხთა, მხოლოდ შენ ახარ ჩემი იმედი გთხოვ, მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან, რომ დავამარცხო ჯიუტი ფიქრი, სწორი გზა ვნახო, შორის სხვა გზებთა, უფლის სიყვარულს რომ შევეწირო გთხოვ, მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან, მინდა ვიცოცხლო რწმენით, რწმენაში, ზიარი მქონდეს ოცნება ერთთან, მარტო ვერ შევძლებ ბრძოლას ცოდვებთან, გთხოვ, მიმიყვანო მოძღვარო ღმერთთან. 2016 წლის 26 დეკემბრით თარიღდება ეს ლექსი და მართლაც საოცარი დღესასწაული შემოგთავაზა, იცით? მე დავინახე აი ამ საკნების დიდი სულიერი ნათება, შინაგანი ნათება. მიუხედავად ჩაბნელებულისა, ჩაბჟუტული ნათურებისა, დიდი სულიერი ნათება არსებობდა აი ამ საკნებში, სადაც წერდა ამ ძვირფას ტრიქონებს პოეტი ფატი კიპაროიძე, მწერალი ფატი კიპაროიძე, იურისტი ფატი კიპაროიძე, უფლებადამცველი ფატი კიპაროიძე. მადლობა ესეთი შეფასებისთვის ნამდვილად. დიახ. ეხლა მე მინდა გადავიდე ერთ საკითხზე, ჩვენ ვაპირებთ ახალი ციკლის დაწყებას, რა თქმა უნდა, ქართული ტევეს ეთერში, ალბათ მომავალი კვირებიდან შემოგთავაზებთ ამ გადაცემებს, მოგეხსენებათ დღევანდელი ჩვენი გადაცემა აპოლიტიკურია, იგი ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, ასე ქვია ჩემს საავტორო ციკლს, მაგრამ მაინც მინდა დავაანონსოთ, რომ დღევანდელი ყოფა ჩვენი საქართველოსი უპირველესად შემოქმედებს ტკივა. თუ მე როგორც პოეტს ის მიწაწყალი არ მტკივა და იმ წინაპართა ძვლები, რომლებიც ამ მიწაშია ჩაფლული, ჩავანებული ამ მიწის დასაცავად დავრილ სისხლთან ერთად, მაშინ მე რა პოეტი ვიქნები. თუ მე არ მტკივა ჩემი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ის ტაძრები და ციხე-კოშკები, რომლებიც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, თუ მე არ მტკივა ქართლის თუ კახეთის, იმერეთის თუ რაჭას სამეგრელოს, გურიის თუ აჭარის, სვანეთის თუ ხევსურეთის თუ ფშავის და თუშეთის მიწაწყალი, რომელსაც უყურებთ, რომ ჩვენ თვალწინ სხვისდება და უცხო ჯურის მოდგმა იკავებს ქართველის ადგილს, თუ ჩვენ სტრიქონებში, თუ ჩვენ გამოსვლებში ეს ტკივილი არ აისახა, მაშინ ხუჭი ყოფილა ჩვენი შემოქმედება და შემთხვევით არ უთქვია დიდ პოეტს, რომ საქართველოს მედგას უღელიო და მისი მონა ვიყოთ. ჩვენ ყველას ჩვენი უფლის და საქართველოს მონები ვართ და როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე და აი სწორედ აი ამ თემებზე გვექნება ჩვენ მომავალი გადაცემები, სხვადასხვა რაკურსით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რაკურსით, პოლიტიკური შეფასებაც იქნება იქ, რეალობის წარმოჩენაც იქნება
და ბუნებრივია უნდა ჩამოყალიბდეს ქართული საზოგადოებრივი აზრი, რათა ქართველობამ თავისი ისტორიული მიწაწყალი და თავისი გენი დაიცვას. ვერასიტყვით ქალბატონო ფათი, ახლა სიტყვის ალავერს ჩვენთანაც მეჩერდე. მე აუცილებლად მინდა ეს აღვნიშნო, რომ ამ თემაზე ჯერ კიდევ რამოდენიმე წელს უკან დავიწყეთ მუშაობა ჩვენმა ჯგუფმა, იმ ჯგუფმა, მაშინ ეს კოვიდის პერიოდი იყო და განსაკუთრებით მკვეთრად ჩანდა, როდესაც უცხოელები ეს მაშინ არ იყო ესეთი აქტიური დაუშვათ ამ თემაზე გამოსვლები, იმიტომ რომ სხვა უფრო სიკვდილის ცოცხლის საკითხი იდგა და რეალურად ამის გარშემო ტრიალებდა მთელი ჩვენი ერი, მაგრამ შიგადაშიგ მოგდიოდა ამბავი, რომ იყიდეს დაუშვათ ქართლში, კახეთში, განსაკუთრებით ინდოელები აქტიურობდნენ, არაბები აქტიურობდნენ და ჩვენ დავინტერესდით ამ თემით, დავიწყეთ შესწავლა, ჩვენ წინარეხშიდაც ვიყავით, ძალიან დიდი აქტიური როლი შევასრულეთ, ერთად ვიბრძვით, კი ბატონო, ნამდვილად. და ეხლა თანდათან ნელ-ნელა უკვე არა მარტო უცხოელებმა, არამედ ჩვენ ვკარგავთ ისტორიულ ძეგლებს, კარგავთ ისეთ ძეგლებს, რომლებიც არის იუნესკოს დაცვის ქვეშ, არის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ, მაგრამ გამოდის, რომ როგორც ყოველთვის საქართველოს შიდა და გარე მტერი ერთდროულად ებრძვის ყოველთვის და ჩვენ ისეთ მემკვიდრეობას დავკარგავთ ცოტა ხანში, რომ ის ისტორია, რომელსაც ჩვენ ვასწავლეთ, ჩვენ შვილებს, მხოლოდ ფურცლებზე დარჩება. ვამაყობთ ჩვენი წარსული და ამავე დროს ვანადგურებთ ჩვენ წარსულს. ესე არ შეიძლება მიდგომა ქვეყნისადმი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია. ისეთ ისტორია, რომელიც ძალიან ისეთ ქვეყნებს არ აქვს, რომლებიც ჩვენზე 1000-ჯერ მეტი მოსახლეობა, ტერიტორიები აქვთ და ისინი უფრთხილდებიან თავად მიწაწყალს და ჩვენთან რა გამოდის? ჩვენთან უცხოელებს უფრო მეტი აქვთ უკვე უძრავი ქონება, მიწებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და შესაბამისად სხვა უძრავი ქონებაც მოყვება, ვიდრე ქართველებს და ეს ბევრი რამითაა გამოწვეული, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ შემდეგ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ უნდა შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას ამ ყველაფრისგან. ქართველები ისეთი ჭკვიანი ხალხი ვართ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი ქვეყნის სამტროთ ვართ ჭკვიანი. უცხოელებზე მიწის გაყიდვა არ შეიძლებოდა, მაგრამ აქაც გამოინახა გზა და უცხოელზე თუ არ არის რეგისტრირებული, ქართველზეა, შემდეგ ისე გზას გამონახავე როგორ გადავიდეს უცხოელზე და ასე შემდეგ. ამის მაგალითია ქვემოჭალის მიწები. რა თქმა უნდა, ქვემოჭალის მიწები და რამხელა ტოტალური შრომა ჩადეთ იმ ყველაფერში, რომ როგორმე დაგიცვათ ეს მიწები, თუმცა ამავე მდგომარეობაშია არა მარტო ქართლი, კახეთი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს მხარეშიდაც კი უკვე არაბებმა ძალიან ესე ვთქვათ, დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ როგორმე ეს მიწაწყალი დაისაკუთრონ. მე მესმის ახლა მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მიწაწყალია. იმის გულისთვის, რომ დღეს ჩვენ გვიჭირს და გვირჩევნია უცხოელს მივყიდოთ ჩვენი უძრავი ქონება, იმიტომ რომ გამივიჯვებოსოთ სოციალური მდგომარეობა არ არის ნამდვილად გამოსავალი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენ დამოუკიდებლად სახელმწიფომაც ერთიანი ძალით უნდა შევძელოთ, შევიმუშაოთ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ხალხისთვის პირველ რიგში და ხალხის ინიციატივა უნდა იყოს შემდეგ მისაღები ქვეყნის ხელისუფალისთვის, რომ როგორმე შევძელოთ აი ჩვენი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი მიწების დაცვა და არავითარ შემთხვევაში საქართველოში ქართულ მიწაზე მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქართველები უნდა იყვნენ და არა უცხო ტომელები, მე ისე ვიტყოდი და ანალიზს ვერ უკეთებ, როდესაც მესმის, რომ რამოდენიმე ჰექტარი არაბმა იყიდა და იქ ქართველი გლეხი, ის გლეხი, რომლის მიწა იყო, საკუთრება იყო ეს მიწა, მე მუშაობს იქ რაღაც კაპიკების ფასად. აი ეს არის ყველაზე დამამცირებელი და მასობრივი ხასიათი მეღო სამწუხაროდ. მე მინდა ფათი ასევე დავამატო, რომ მასიური სახესღებულობს ფარული გაყიდვა საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლებისა, ჩვენ შევეწინააღმდეგებით აბსოლუტურად და მოუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაიცვან ამილახრების, გივი ამილახრების სასახლე, კარის ეკლესია
კოშკები და ციხე-გალავანი სოფელ ქვამიჭალაში, რომლის ხელში ჩაგდებასაც თაღლითი კუხიანიძე ცდილობს წლების განმავლობაში. და გაყიდვას ამას. და გაყიდვას ჩვენ შევძელით, რომ 25 წლის განმავლობაში შეგვეჩერებინა ეს პროცესი, რომელსაც ხან ინდოელებზე უნდა გაყიდვა, ხან არაბებზე და ხან ირანელებზე. დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, ჩემი ერთი ახალი ლექსით, ისე პოეზია. აი ამ რუბრიკა, რომელსაც ვიწყებთ მე და ფატი კიპაროვიძე, ჩვენ სხვადასხვა სტუმრები გვეყოდება, სხვადასხვა პროფესიის. სწორედ ამ რუბრიკას ქვია, ამ საავტორო გადაცემას ჩვენსაც მომავალს გაყიდული საქართველო. და აი ამაზე წავეკითხავ ერთ ლექსს და დავასრულოთ ჩვენი გადაცემაც. იღუპება საქართველო მარიამის წილხვედრი, გადათელეს ქართან დელო და ჭრილობებს ვიხვევდით, ურჯულოა ბინადარი თბილისის თუ კრწანისის, ქართველი სადღა არის, ქართული არ გაისმის, აღარც კოლხი, აღარც სვანი, ქართლელი თუ კახელი, გავარ ჩამქრალ საესავით მე მკვდარს, თვალებ გახელის, გაყიდული საქართველო, ნასახლარი ქართველთა, ყანავ ვეღარ ანაღერო, მტერი მიწყივ გაქთელდა, ქრისტე ღმერთო, შენ გვიშველე, ლოცვით წმინდა მამათა, უფლის ხმლით და ფარში მშედით, თორემ ერი გათავდა. ღმერთმა გიშველოთ, ჩემო ქართველებო და ჩემო საქართველო. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, მე ძვირფასი სტუმარი მყავდა ფატი კიპაროვიძე, მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებად ვაჟა უთარაშვილი. ნახვამდის კარგად სანდელოდეთ.